Auditის სამსახურის უფროსი 13 მაისს მომხდარ ინციდენტზე მუხლის გადაკვალიფიცირებას მოითხოვს. Სხვა შემთხვევაში ლაშათორდია გამოძიების გაჭიანურებას პროგნოზირებს. გენერალური აუდიტორი დარწმუნებულია, რომ შემთხვევის თვითმხილველებზე ოთარ ფარცხალაძისა და მისი გარემოცვის მხრიდან ზეწოლა მოხდება. თბილისის ერთ-ერთ კლუბში მომხდარი კონფლიქტის დეტალები თორდიამ ამჯერად მესამე სექტორს გააცნო. არასამთავრობო ორგანიზაციების განსაკუთრებული ინტერესის ქვეშ აუდიტის სამსახურის მიერ მერიის საქმიანობაზე მომზადებული ის დასკვნა, რომელშიც თორდიას მტკიცებით ფარცხალაძესთან კორუფციული გარიგების ნიშნები იკვეთება. ხათუნა გაგნიძე ესწრებოდა აუდიტის სამსახურში გამართულ დღევანდელ შეხვედრას. ხათუნა, რატომ უცხადებს გენერალური აუდიტორი გამოძიებას უნდობლობას? Თამთა გენერალურმა აუდიტორმა აღნიშნა, რომ გამოძიება მიმდინარეობს არასწორი კვალიფიკაციით, კერძოდ 126 მუხლი, რომელთაც დაწყებულია მომხდარ ინციდენტზე გამოძიება, მისი თქმით არ იძლევა იმის საშუალებას, რომ გამოძიებამ აიღოს ვალდებულება და ამოიღოს შემთხვევის ადგილას ვიდეოკამერების მასალები. აქედან გამომდინარე ლაშათორდია მიიჩნევს, რომ მთავარი მტკიცებულება, რომელსაც წარმოადგენს სწორედ ეს ჩანაწერები, ამასობაში წაიშლება და გამოძიება გაჭიანურდება. აქედან გამომდინარე თორდიამ აღნიშნა, რომ ის სრულ უნდობლობას უცხადებს მიმდინარე გამოძიებას. რაც შეეხება ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ დაანონსებულ ანგარიშს, რომელზეც მთავარი აუდიტორი საუბრობდა სწორედ ინციდენტის დღეს და მეორე დღეს, მან კიდევ გადადო ამ ანგარიშის გამოქვეყნება და როგორც აღნიშნა მედიის წარმომადგენლებს ანგარიშს, რომელზეც მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება, გააცნობს 2 შაბათს ან 3 შაბათს. რაც შეეხება რას მოიცავს ანგარიში, ამაზე მას არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ ის შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რითაც პროკურატურა უნდა დაინტერესდეს. ან 2 შაბათს, ან 3 შაბათს ამ დასკვნასთან დაკავშირებით ცალკე გავმართავთ თქვენთან შეხვედრას, იმისათვის რომ საზოგადოებასაო კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ რასთან გვაქვს საკითხი, არის დანაშაულის ნიშნები, არის კონკრეტულად გადაწყვეტილებები, რომელიც კონკრეტულად მიზანმიმართული იყო ოთარ ფარცხალაძის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და რა თქმა უნდა ამაზე შემდგომი რეაგირება უნდა გააკეთოს პროკურატურამ. იმ მუხლით, რითიც მოხდა კვალიფიკაცია ამ დანაშაულის, კამერების ამოღება შესაძლებელი და ნებადართული არ არის. ისინი მიმართავენ სასამართლოს და სასამართლო ეთქვის, რომ მათ უფლება არ აქვთ ამოიღონ კამერები იმ ობიექტიდან. ამასობაში ეს კამერები წაიშლება და შესაბამისად მთავარი მტკიცებულება იქაც მოხდა გაქრება. 10 წამში შემიძლია მე მარტო მის ადვოკატს და მასაც დავმართო ჩემზე უარესი, რაც დამართეს მათ მე. და ამიტომ ესეთ უაზრობებზე ლაპარაკი, როდესაც საუბარი რომ წამიერი შეხვედრა იყო და თურმე მე გავედი და არ ვიცი რაღაც საპირფარეშოში ალბათ თავი ურტყი კედელს და მე ეს დაზიანებები მე თვითონ მივიღე. ეს არის აბსურდის თეატრი. გამოძიებასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსაც, როგორც ლაშათორდიასთან შეხვედრის შემდეგ. მათ განაცხადეს, გამოძიება ხარვეზით მიმდინარეობს და არასწორია კვალიფიკაცია, რომლითაც ის დაიწყო. ასევე არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ არასათანადოდ არიან დაინტერესებული მაღალი თანამდებობის პირები აღნიშნული ინციდენტის თაობაზე და პირველ რიგში ინტერესი უნდა გამოიჩინოს პარლამენტმა. დაკავშირებით და ამ ყველაფერზე მოხდებოდური ყურადღებას იმ ფაქტებთან დაკავშირებით რეალურად ამ საქმით არ ინტერესდება არც ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი და განსაკუთრებით საქართველოს პარლამენტი, რომელიც უნდა იყოს ფაქტიურად პირველ რიგებში. ჩვენ გვაქვს პრობლემები თბილისის მერიაში, რომ ამ პრობლემების შექმნაში შესაძლოა ჩართული იყოს ყოფილი პროკურორი და ამ ასევე მიზანი არის ის, რომ საზოგადოებამ გაიგოს, რომ ჩვენს ქვეყანაში კიდევ ერთხელ არიან ადამიანები, რომლებსაც არ ეხებათ კანონი. ჩვენთვის ძალიან ცხადია, რომ ის თავდასხმა, რომელიც იყო მიმართული გენერალური აუდიტორის წინააღმდეგ, უკავშირდება ინსტიტუტის საქმიანობას და ამიტომ აქ დგას კონსტიტუციური ორგანოს საქმიანობის და დამოუკიდებლობის საკითხი და სწორედ ეს არის მთავარი мотиваცია, რატომაც ვითხოვთ, რომ პარლამენტი ჩაერთოს ამ საქმეში. გენერალური აუდიტორის მხრიდან დღეს გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა ოთარ ფარცხალაძის ოჯახის ადვოკატი მერაბ ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ გენერალური აუდიტორის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. ასევე ადვოკატმა აღნიშნა, რომ გენერალური აუდიტორი ირიბ მუქარას ახორციელებს ფარცხალაძისა და მისი ადვოკატების მიმართ, რაზეც სამართლებრივი რეაგირება მოხდება.
თითქოს რაღაც ბატონი ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები მართავენ გამოძიებას, ეს არის სრული აბსურდი. როდესაც იწყება გამოძიებას ენიჭება პირველადი კვალიფიკაცია, რომელიც შეიძლება შეიცვალოს მოპოვებული მტკიცებულებებით, თურმე მას 10 წამში შეუძლია მიაყენოს დაზიანება, როგორც ადვოკატებს ისე ბატონ ფარცხალაძეს. მისი განცხადება შეიცავს ირიბ მუქარას ადვოკატებზე. აქედან გამომდინარე სამწუხაროა, რომ საერთოდ ასეთ ადამიანს უკავია მაღალი თანამდებობა, როგორც არის აუდიტორის თანამდებობა. შეიქმნება თუ არა საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ოთარ ფარცხალაძესა და ლაშა თორდიას შორის მომხდარ ინციდენტზე. ეს საკითხი ჯერ კიდევ ვერ გადაწყდა პარლამენტში. საკითხის განხილვა მომდევნო სასესიო კვირაში გაგრძელდება. ელ-ცენტროში მომხდარ ინციდენტის დეტალებზე ხათუნა გაგნიძე საუბრობდა.